გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რიგარეშე სესია დაიხურა. განხეთქილება გახარიას პარტიაში, გახარიამ საპარლამენტო სიიდან 8 ადამიანი ამოიღო. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას უსმენს. გახარია საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ ის კომისიაზე დისტანციურად ერთვება. კომისიის წევრებს კითხვები 2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით აქვთ. იმ დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მარიამ ქართველიშვილი გვერდდება სხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიამ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით საკუთარი ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა, რადგან ყველას კარგად ახსოვს, რომ პირველი დაბარების დროს მან თქვა, რომ სახელმწიფო ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ჩორჩანას ტერიტორიაზე და იმ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები არ იყვნენ, თუმცა დღეს გიორგი გახარია ცდილობს ამტკიცოს, რომ ჩორჩანას ტყე და მიმდებარე ტერიტორიას სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, ეფექტური კონტროლი არ ხორციელდებოდა. გახარია ამბობს, რომ იმ ტყეში აკავებდნენ ადამიანებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თუმცა თია წულუკიანმა აქვე შეიძლება ითქვას, რომ გახარია სიცრუეში ამხილა, რადგან ამოიღეს სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ ტერიტორიაზე არავინ დაუკავებიათ. რაც შეეხება თია წულუკიანის კითხვას გახარიას მიმართ, თუ რატომ ჩადგა საგუშაგო ჩორჩანას მიმდებარედ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ უნდა აღგვედგინა ეფექტური კონტროლი. ვიდრე ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საუბარს დაიწყებდნენ, საგამოძიებო კომისიის წევრებმა ჰკითხეს გიორგი გახარიას, რატომ გაიქცა ის ქვეყნიდან. გახარიამ თქვა, რომ ის წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებზე იყო, თუმცა თეა წულუკიანმა უთხრა, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა კომისიისთვის, რაზეც გიორგი გახარიამ უარი განაცხადა. სამდივნო 11 ივნისს გამოგიგზავნათ ინფორმაცია, რომ ხელმეორედ იყავით მოწვეული. პრაქტიკულად მაშინვე დაუკავშირდა ბატონი ჯონი ტორჩინავა, რომელიც არის თქვენი წარმომადგენელი. იკითხა, რის გამო ხდება მეორედ დაბარება. შესაბამისად, თქვენთვის 11 ივნისი იყო ამის შესახებ ცნობილი. 13 ივნისს დილით 9 საათზე ჩვენი წარმომადგენელი გეწვიათ რეგისტრაციის მისამართზე და მამა თქვენმა ბატონმა ზაურმა ხელი მოუწერა, რომ ჩაიბარა იმავე დღეს 3-ის ნახევარზე თქვენ შეიძინეთ ბილეთი, რომელსაც არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მარტო ერთი ბილეთია და წახვედით და რასთან გვაქვს საქმე? მოდით, ვინც არის მათყუ არა ეს კარგად გამოჩნდა წინასხდომიდან. აგერ არის ბატონო თქვენ მიერ გამოგზავნილი one way ticket-ი. ხო, ეს one way ticket-ი კარგია. მოწმობს იმას, რომ 13-ში 3-ის ნახევარზე გაქვთ ერთი გზა ბილეთი ნაყიდი იქით. და მოდით დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორე ეპითეტები მე თქვენზე ცოტა მეტი ვიცი, იმიტომ რომ ვიცი ასე მგონია. თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია სჭირდება ამ ქვეყანას. თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს. რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ რატო გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ ამ პარლამენტს? ჩვენ როგორ მოვეკეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებისგან განსხვავებით ხო არ გაგვიუქმებია ჩვენმა? არციები. ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით 10 წელზე მეტია, რაც ამ რეგლამენტის ეს ძირითადი მუხლები მუშაობს. პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და
სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, უნდა ადგენს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია პოლიტიკური პოზიცია ბოიკოტი და დაატოვოს სხდომა. აი ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი. მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ. ეს რეგლამენტი თქვენ შეცვალეთ და არ არსებობს კანონი, რომელიც დეპუტატის თავისუფალ ნებას აიძულებს ხელი აუწიოს ამა თუ იმ საკითხს. თუ წაიკითხავთ დღევანდელ რედაქციას და 1-20 წლის წინანდელ გამოცემულ რეგლამენტის რედაქციას, იმედი მაქვს, რომ მაგდენს მოახერხებთ, რომ გაიგოთ რა წერია შიგნით. არ ვერ გაიგებენ ალბათ მით უმეტეს ბატონი გიორგი, იმიტომ რომ ეკონომისტია. მოდით, მაგრამ ეკონომისტიც არა ვარო თქვა. ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი რამ. იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩვენ სხდომას, რომელზეც სოფელ წაღulis მაცხოვრებელი გამოვიდა, მოусმინეთ. როდესაც თქვენ ჩვენს წინაშე გამოცხადდით, თქვენ ბრძანეთ, რომ საგუშაგოს შესახებ გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, ერთი ეს შეათანხმეთ ყველასთან, მათ შორის UMM-თან, ანუ საერთაშორისო პარტნიორთან და ასევე თქვით, რომ არც ერთი ტერიტორია არ დაკარგულაო და რუსს არ გადმოუწევია საოკუპაციო ხაზიო. მობრძანდა ეს ბატონი, იქაური მაცხოვრებელი და თქვა ამის აბსოლუტურად საპირისპირო. კერძოდ მან თქვა, რომ მე იქ ვეღარ შევდივარ, მე და ჩემი თანასოფლელები, იმიტომ რომ როდესაც ჩაიდგა აქეთა მხრიდან ერთი საგუშაგო, ამის პასუხად 5 საგუშაგო, რომელიც მანამდე არ იყო, ჩააყენა რუსმა, გადმოიწია საოკუპაციო ხაზი და აი მე თქვენ აქ დაინახავთ ალბათ, გაჩვენებთ რუკას და იასამნის ფრად მონიშნულია ის ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მოხდა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ როგორც პირდაპირი შედეგი. საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. პირველად რომ მობძანდით, თქვენ თქვით, რომ ვაკონტროლებდით ტერიტორიასო და იქ იყო ნიშნებიო, რომ შეიძლება დაგვეკარგაო და ამიტომ დავასწარიო და ეხლა ამბობთ, რომ ისედაც არ ვაკონტროლებდითო და რომელი იყო ტყვილი, ეხლა ტყვით თუ მანამდე? თქვენ ტყვით, ეხლა ამ კითხვით. თითქმის 1 საათია, რაც საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად ერთვება გიორგი გახარია, როგორც უკვე მოისმინეთ, გახარიამ ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით საკუთარი ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა. პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილი გვერდთვებოდა. დღესვე საგამოძიებო კომისიაზე უჩა გუგუჩიას, თორნიკე გერლიანს, მამია ბალახაძეს და იმედა მაისურაძეს მოусმინეს. მათ აგვისტოს ომზე და კოდორის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს და ასახელეს ყოფილი მაღალჩინოსნების სახელები და გვარებიც. დაახლოებით თვენახევრით ადრე აგვისტოს მოვლენებამდე ვინიშნების სახმელეთო ჯარების სარდლად. 2008 წლის ომის მერე თავისუფლი თანამდებობიდან დაახლოებით ერთ კვირაში თუ არ ვცდები ეს იყო 19 აგვისტო. მაშინდელმა მინისტრმა დამიძახა ბატონმა დავით გეზერაშვილმა. დიახ. და მითხრეს რომ მოხსენებმა თანამდებობიდან. კითხე რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ მიზეზი რა იყო და რა დგას ამის უკან და პასუხი იყო ესეთი რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ან მოცემული მდგომარეობით რომ მდგომარეობაც გვაქვს ამ წუთას აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე. დიახ ის მოცემული სიტუაცია რაც იყო და აღნიშნული მდგომარეობა ესე წაგებული ომი მას შემთხვევით არ უთქვია, მაგრამ დაახლოებით ალბათ ისი ვარაუდა და ისი ფიქრა რომ იმ მოცემულობა რაც იყო იმ მდგომარეობით შედეგი ალბათ იმ შედეგს გულისხმობდა. პოლიტიკურად მოგებული ომი ერქვა ამას და თქვენ რა გისაყვედურეს? ძალიან სიღრმეში აღარ ჩავსულვართ, მაგრამ აღნიშნული სიტუაცია რაც არის, ფაქტობრივად რასაც მე მივხვდი, ალბათ ის შედეგი როგორც ის დასრულდა. ქრონიკის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია გახარიას პარტიაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით დადასტურდა. განხეთქილება პარტიაში იმით დასრულდა, რომ გახარიამ საპარლამენტო სიიდან 8 ადამიანი ამოიღო.
ოფიციალურ განკარგულებას აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. განცხადებაში წერია, რომ ცესკომ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმა პარტიული სიდან ჩახსნა ელგუჯა ხოლკრეშვილი, კახა ნურალიძე, ვახტანგ ფაჩულია, ერეკლე დუმბაძე, გოჩა ტყეშელაშვილი, კოკა კობალაძე, ნიკოლოზ ამირხანაშვილი და ოთარ შალიკიანი. სიის პირველ 12 წელს კი პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, ამის საფუძველი პარლამენტის ხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით 26 ოქტომბრის შემდეგ პარტიას საქართველოსთვის დაფინანსება დაახლოებით 800,000 ლარი აქვს მიღებული. მანდატების შეწყვეტის შემდეგ კი პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება. ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცებულია 15 აგვისტოდან. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაექვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. 1 ოქტომბრიდან კი კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდება და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება. ხაზგასმით ითქვა, რომ ბენეფიციარებს პრობლემები არ შეექმნებათ და მათთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონი, სადაც ჩვენი პროგრამა, ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იყო ორიენტირებული ნარკომანიასთან ბრძოლაში, ამავე დროს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან განკურნების, ჩვენი მომავალი თაობის ნარკომანიიდან არიდების თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი. ეს კანონპროექტი არის ნამდვილად სრულიად სახალხო, სადაც თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დევს. თითოეული ჩვენგანი და ჩვენი გუნდი და მთავრობა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას ნარკოდანაშაულთან. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი დამტკიცებულია, ფართოვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. უწყებას უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით საცხოვრებელ სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება. მათ შორის თუ არსებობს მიმალვის საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შევიდეს საცხოვრებელ ადგილას და დაიწყოს შემოწმება, სასამართლოს კი 24 საათის განმავლობაში მიმართოს. არალეგალური მიგრაცია დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორც თანამედროვე მსოფლიოსთვის, ისე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც უკომპრომისოდ იბრძვის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, თუნდაც სულ ბოლო სტატისტიკა რომ ავიღოთ 2025 წლის 6 თვის მონაცემებით 525 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული იმ საფუძვლით რომ ისინი უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს კონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით. ძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ეგრეთ წოდებული დრიფტისთვის. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. აბსოლუტური მზაობა და მობილიზაცია არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი უწყებების რიგებში და კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდანაც რა თქმა უნდა მათ ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ იმისათვის, რათა იქნეს დაცული მათ შორის საგზაო უსაფრთხოება თუ ზოგადად მოხდეს პრევენცია სხვადასხვა სამართალდარღვევებისა და რასაკვირველია, ჩვენ საქართველოს პარლამენტი ვიქნებით მჭიდრო კომუნიკაციაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს შესაბამისი ნორმების აღსრულება. პარლამენტმა დაამტკიცა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონიც, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალ რეგულაციებს ადგენს. სავალდებულო ხდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, თუმცა იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, აიკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. პრემიერმა უნგრეთის ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტი საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა. სკოლის ისტორიის, მისიის და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხელ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა. სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. პრეზიდენტი ჯარის ბანაკში მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავდაცვის ძალებს, რომ ჩვენი სამხედროები ემზადებიან მაღალ დონეზე, სტანდარტი საკმაოდ მაღალია ამ კუთხით და ასევე სასიამოვნოა, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენი სამხედრო სწავლებით. გვაქვს სხვადასხვა კურსები, რომლებსაც იყენებენ როგორც თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა უწყებებიც არიან ჩართულები. ამას გარდა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უკვე მეორე წელია მასპინძლობთ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ჯარის ბანაკის ფარგლებში. პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. ასამბლეის ფარგლებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართა. კონკრეტული ჯგუფები ისევ საქართველოს იმიჯის დაზიანებას ცდილობენ. სხდომის დეტალებს ანუკი ჩხიკვაძე მოგვიყვება. უსაფუძვლო ბრალდებები დღეს კიდევ ერთხელ გაახმიანდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო შეხვედრაზე კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ საქართველოს იმიჯი დააზიანონ. ისინი მოითხოვენ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას, ქვეყანაში დაკავებული კონკრეტული პირების გათავისუფლებას და ამბობენ, რომ საქართველოში მიღებული ბოლო კანონები არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. შეგახსენებთ, რომ ამ შესწორებების ავტორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომლის წევრიც არის ჯო ვილსონი და სწორედ ჯო ვილსონია ამ მოთხოვნების ავტორი. ბრალდებებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მალევე უპასუხა ქართულმა მხარემ. საქართველოს წარმომადგენლობამ მოუწოდა ამ ჯგუფებს, რომ პატივისცენ ორგანიზაციას, რომლის ფორმატშიც ახლა ამ შეხვედრაზე იმყოფებიან და აღარ გავრცელონ ამ ფორმატის მეშვეობით დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაციები. ასევე ქართულმა მხარემ განმარტა, რომ საქართველოში მიღებული კანონები სრულად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და ის ხშირ შემთხვევაში ან ევროპულის ან ამერიკული კანონების ანალოგია. ასევე დღეს ნიკოლოზ საღმხარაძემ განმარტა ისიც, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობს და საქართველოში დაკავებულ ნებისმიერ ადამიანს ბრალად ან დანაშაულის ჩადენა ან კანონის უგულებელყოფა ედება, რაც სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მკაცრად ისჯება. ამ კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებენ განცხადებებს, მოწინააღმდეგეები ასამბლეის შიგნითვე გამოვიყოთ. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი იყო შვეიცარია, რომელმაც განმარტა, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დიდი ხანია გაწყვეტილია, რომ ის აკვირდებოდა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომლის შემდეგაც ჩატარდა ბრიფინგი და ამ ბრიფინგზე ყველა მხარე წმუნდებოდა და თანახმა იყო იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა შემდგომ არჩევნების შედეგებით კონკრეტული ევროპელი ქვეყნები არ იყვნენ კმაყოფილნი, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო ზომას, რომ მოახდინონ ძალაუფლების კონსოლიდირება. იღებენ რა ახალ კანონს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ, ტელევიზიის, რადიოსა და გრანტების შესახებ. გმობთ ფარას დანერგვას, რაც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას.
ვფიქრობ, ეს დამატებითი პუნქტი წარუმატებელია მრავალი კუთხით. დაგიკონკრეტებთ ჩვენს არგუმენტებს. პირველ რიგში პირველივე წინადადება არ შეესაბამება EUTO ODIHR-ის 26 ოქტომბრის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ამგვარად პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება EUTO ODIHR-ის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო ამ დამატებითი პუნქტის მთავარ სპონსორს, რატომ ცდილობს EUTO ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას. რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას თუ კი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ხავთ ოპოზიციურ პარტიებში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს EUTO-ს ძალიან აქტიური წევრია და EUTO-ს საქართველოში დიდი პატივისცემა აქვს. ამ აბსურდული განცხადებებით, რომელთაც ვკითხულობთ დამატებით პუნქტებში, EUTO დაკარგავს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან აქ წარმოდგენილი განცხადებები საჭიროებს მტკიცებულებებს. ბოლო ნაწილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას შეეხება, ამბობს, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაძლიერება. ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობა მიცის, რომ საქართველოს ამ ასამბლეაში უკრაინის გარდა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არც პოლიტიკური კონტაქტები, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, მთავარმა სპონსორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას რაც შეეხება, ამ ორგანიზაციაში 57 სახელმწიფოა და მათი უმრავლესობა არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და EUTO-ს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ეთქმის. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის სუვერენული გადაწყვეტილება, ამიტომ ერთმანეთში რაღაცები არ უნდა ავურიოთ. ეს თემა სცდება EUTO-ს უფლებამოსილებას. და ბოლოს, რაც შეეხება ტელევიზიისა და რადიოს კანონს, არ ვიცი ამაში რა იგულისხმება. საქართველოში ასეთი კანონი არ გვაქვს. ასევე არ ვიცი რას ნიშნავს გრანტების კანონი, რადგან არც ასეთი კანონი გვაქვს საქართველოში, ასე რომ ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული. მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს. იმედი მაქვს კომიტეტი გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს. მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ დამატებით პუნქტს და ასევე აღუდგნენ არჩევნების პრინციპებს და ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს ოპოზიციის ყველა იმ ლიდერს, რომლებიც დააკავეს და რომელთა წინააღმდეგ მართლმსაჯულება პოლიტიკური იარაღად გამოიყენეს. ვფიქრობ, ამ დოკუმენტში ბევრი შეუსაბამობა და ცრუ ინფორმაციაა წარმოდგენილი, მაგალითად იგი ახსენებს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს. მაინტერესებს, საიდან მოიტანეთ ასეთი ფორმულირება, რადგან მსგავსი ფორმულირება EUTO-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში არ იძებნება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ფორმულირებათა სპეკულაცია და არასწორი ინტერპრეტაცია. ასევე ნახსენებია მშვიდობიანი მომიტინგეები. სურს აღნიშნო, რომ ამ დემონსტრაციების დროს პოლიციის 10-ობით ოფიცერი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა დაკარგა მხედველობა. ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას. პარლამენტის შენობა მუდმივად ცეცხლის ქვეშ იყო. ეს მშვიდობიანი პროტესტია, ასე უწოდებთ თქვენს ქვეყანაში, როცა იგივე ხდება, როცა პარლამენტში ცეცხლია და როცა მოლოტოვის კოქტეილებს იყენებენ. მშვიდობიან პროტესტს უწოდებთ, ამას ალბანეთში, ბრიტანეთში ან სხვაგან. ასევე ნახსენებია ჩინეთი, რომ შემაშფოთებელია ჩინეთთან კავშირების გაძლიერება. EUTO-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან და გაცილებით უკეთეს ურთიერთობას ისურვებდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან ჩინეთთან ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწია. ამ წუთებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის დედაქალაქებშია ტურნეზე, ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში ვიზიტებით. ევროკავშირი ჩინეთთან სტრატეგიულ დიალოგს გეგმავს. შესაბამისად, რატომ არის საქართველოს ნაწილში შემაშფოთებელი? მით უმეტეს, როცა საუბარია ქვეყანაზე, რომელიც წარმოადგენს სატრანზიტო მარშრუტს, შუა დერეფანს. რით უკავშირდება ეს საერთოდ EUTO-ს და რატომ ვახსენებთ ამას? საქართველოს-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი ევროა. მაგალითად, ჩინეთსა და პოლონეთს შორის ვაჭრობის ბრუნვა 50 მილიარდი евро. ბრიტანეთთან 100 მილიარდამდე евро. თუმცა რატომღაც 2 მილიარდი ბრუნვაა პრობლემური. მესმის, რომ შესაძლოა რაღაც გაშფოთებდეთ საქართველოსთან მიმართებით. ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა მოგიწოდებთ, რომ გქონდეთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან, რათა დააზუსტოთ ყოველი ის საკითხი, რაც გაშფოთებთ. თუ კი ფაქტები საერთოდ გაინტერესებთ, მაშინ მიიღეთ ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებულებები იმაზე, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში და არ დაეყრდნოთ მხოლოდ ერთი მხარის ან მეორის ნათქვამს. ვფიქრობ, EUTO-ს ეს დოკუმენტი უფრო მაღალ სტანდარტებს იმსახურებს. ასეთი დოკუმენტი ძირს უთხრის საქართველოში EUTO-ს ლეგიტიმურობას. შესაბამისად, მოუწოდებ წევრებს, რომ არ დაუჭირონ მხარი რეზოლუციის პროექტს.
პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს შვეიცარიას დამცავი მანდატი და ინარჩუნებს დიპლომატიური შუამავლობის როლს. სწორედ ამიტომ საქართველოში არსებული ვითარება და მათი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. გასულ წელს იქ არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიყავი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდის შევხვდით. არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე. იქ პრეტენზია არავის ჰქონია. არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ვკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ჩაიარა არჩევნებმა. ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული. სამართლიანი არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რაც შემაშფოთებელი იყო და ამიტომ ამ წინადადებას კრიტიკულად მივიჩნევ. გთავაზობთ დავამატოთ წინადადება გვაშფოთებს დაკავებები და ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციის პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აქ ვერ ვხედავთ საქართველოს ოპოზიციას. რატომ? იმიტომ რომ ისინი ახლა ციხეში არიან. დაუშვებელია საპარლამენტო ასამბლეაში ტყუილების გავრცელება. ოპოზიციის წევრები იმიტომ არ არიან დელეგაციაში, რომ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს და ბოლო არჩევნების შემდეგ არ შემოსულან პარლამენტში. რამდენადაც ისინი არ არიან პარლამენტის წევრები, ისინი ვერც აქ იქნებიან. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არიან ქართულ დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლები და არა ის, რომ ისინი ციხეში არიან ან სამართლებრივად იდევნებიან. გთხოვთ, უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც ამ ძალიან პატივსაცემ ორგანიზაციაში განცხადებას აკეთებ, არ უნდა გავრცელოთ ტყუილები. განსაკუთრებით მიმართავ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში საკომიტეტო და სასესიო შეხვედრები გრძელდება. ქართული მხარე მზად არის, რომ ამ ფორმატში გავრცელებულ ნებისმიერ დეზინფორმაციას სიმართლე დაუპირისპიროს. ანუკი ჩხიკვაძე გვერდებოდა პორტუგალიიდან პირდაპირ ეთერში. სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს. ემიგრანტები ყვებიან, რომ სათვისტომო პოლიტიკურ პლატფორმად გადაიქცა და სათვისტომოს წევრებს ოთარ ზურაბიშვილი აიძულებს აქტივობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ხელისუფლების ცვლილების მიმართულებით. ასევე ოთარ ზურაბიშვილმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა პაპუნა ჩიხრაძე და დანიშნა საკუთარი შვილი, ხოლო მდივნის ადგილზე დანიშნა მეგობრის შვილი. ბოლო ერთი წელიწადია, რაც ასოციაციაში საერთოდ შეწყვეტილი იყო მუშაობა. კომიტეტის ბიუროში ხდომა არ ტარდებოდა და ოთარი იღებდა ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პრინციპებს და იმ ასოციაციის კანონმდებლობას, თუ გნებავთ, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოთ, შესაძლებელია, მაგრამ ასოციაცია არ არის პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური პარტია. მით უმეტეს იმისა, რომ მე სასტიკად ვეწინააღმდეგები იმ კომპანიას და იმას, რაც ამჟამად საფრანგეთში მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ვიცე-პრეზიდენტის გადაირჩიეს პაპუნა, ვინც წლები იყო და ბატონი ოთარის ვაჟიშვილი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად ასოციაციის და პირდაპირ იკითხა შაბათს, რომ არ არის ბატონო ეს ნეიტრალური, როგორ თქვა, პლატფორმა, ეს გახდა პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური ბრძოლის. ზუსტად ეს არის ჩვენი შეკითხვა, როგორ უნდა იყოს, თქვა, არასამთავრობო ორგანიზაცია, რატო უნდა იყოს პოლიტიკური. მაშინ დაერქოს სხვა სახელი, თავისუფლება მიშას და უკრაინა და მიშა. ეს ორი მთავრობის გადადგომა, ეს ძირითადად სამი აზრი მუსირებს და ესაა მათი პრიორიტეტები. ზურაბიშვილებში ნეპოტიზმი რომ საკმაოდ ისე აქტუალურადაა წარმოდგენილი, ეს არის სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის. საფრანგეთის სათვისტომო და ქართველთა წარმომადგენლობა უცხო ქვეყნებში პირველ რიგში უნდა იქნეს გამოყენებული ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. სახელზეა ის, რომ არ იმართება კონკრეტული ბიუროები, არ იმართება კონკრეტული წესით და დებულებით დადგენილი ფორმატები სათვისტომოს ფუნქციონირების და ხდება ამ სათვისტომოს რესურსის გამოყენება ვიწრო პარტიული მიზნებისთვის, სააკაშვილის ხარდაჭერისთვის და ასე შემდეგ. ნათელია, რომ აქ არა ჯანსაღ ურთიერთობებს და ჯანსაღ პოლიტიკურ მოცემულობას აქვს ადგილი, არამედ არის ცდილობა საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესი განახორციელოს. პოლიტიკით დაავადებულ ხალხთა სექტა წარმოიშვა. იმის მაგივრად, რომ ევროპაში მცხოვრები ჩვენი დიასპორელები, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი ასაკურველი, სამაგალითონი იყვნენ ყველასათვის. სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს. აი ესეთი დამოკიდებულებების დისტრიბუცია ხდება აი ამ სალომე ზურაბიშვილის
ძმის და მისი მსგავსი დიასპორელების მხრიდან. იუსტიციის მინისტრი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და სამინისტრო სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სერვისებზე, რომელიც დანერგილია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, საუბარი ქონდა ინოვაციებზე, დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომლებსაც პერიოდულად გავაცნობთ ბიზნეს სექტორს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა კიდევ უფრო სწრაფად შეუწყოს ხელი ქართული ეკონომიკის განვითარებას. ბიზნესისთვის ყოველთვის საინტერესო არის იუსტიციის სამინისტროსთან შეხვედრა, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც ალბათ ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიზნესის ინტერესებთან, ბიზნესისთვის საინტერესო და სასარგებლო სერვისების მიწოდებასთან. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ყოველთვის არის სასარგებლო როგორც ბიზნესისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის სემინარი ჩატარდა. კამპანიის მიზანია შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა და გამოკვლევაზე მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა. გაიმართა შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდსის და ტუბერკულოზის საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი იყო ჩართულობა სტუდენტების მხრიდან და პედაგოგების მხრიდან. ჩვენი მიზანია, რომ ამგვარი სემინარების დახმარებით მაქსიმალური ინფორმაცია მივეწოდოთ შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სტუდენტებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებაში, მით უმეტეს ახალგაზრდებში ამ თემის ირგვლივ ზოგადად ცნობიერების ამაღლება. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს თეასი ჭინავა განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.